ცეკვა შუშებიანი შენობების წინ სოციალური ქსელით სუხიშვილების ახალი კლიპი გავრცელდა, რომელშიც ანსამბლის წევრები ახლადაშენებული სახელმწიფო დაწესებულებების წინ ცეკვავენ. კლიპის რეჟისორი გიორგი ლიფონავა, ანსამბლის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კლიპის საბოლოო სახით ის კმაყოფილი ახალ კლიპზე სუხიშვილების ყოფილმა მოცეკვავემ ომარ მხეიძემაც ისაუბრა. ხათუნა ქარდავაგი ამბობთ ახალი კლიპის შესახებ. სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის ახალი კლიპი შუშებში და შუშებს მიღმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი შენობა, იუსტიციის სახლი, შვიდობის ხიდი, რეაბილიტირებული რაბათის ციხე. კლიპის გადაღებები ამ ადგილებზე მიმდინარეობდა. არ მიმაჩნია ეს მელოდია, საცეკვაო მელოდიად არ მიმაჩნია, მე პირადად. მაგრამ რამდენად სწორი ვარ, ეს არ ვიცი, მაგრამ მე აქ ისეთი ცეკვებია, რომ ეს ფონად დაყვება ეს მუსიკა, აიცი რა შეა ეს არის მუსიკა, გვერდზე არის ფონია, რაღაცა უკრან. სუხიშვილების ყოფილი მოცეკვავე ომარ მხეიძე ამბობს, რომ ნაციონალური ბალეტი, როგორც სახელმწიფო ანსამბლი, ვალდებულია სახელმწიფოს დაკვეთაში ასრულოს, ოღონდ არც ერთი ცეკვა არ უნდა გახდეს პოლიტიკური იდეოლოგიის გამტარებელი. დაკვეთა არ აქვს უფლებაშვილო. უფლება არ აქვს, სახელმწიფო ანსამბლია ესა. მაშინ დაუშლიან ასაკს. გამოხსნიან და გადააგდებენ დანიშნულებას პეტრეს. იმას, რომ კლიპი დაკვეთით შეიქმნა, პირად საუბარში არც მისი რეჟისორი გიორგი ლიფონავა უარყოფს. სუხიშვილების ანსამბლის ხელმძღვანელი ილიკო სუხიშვილი ახალ შენობებთან ცეკვის იდეას სიახლისადმი სწრაფვას უკავშირებს. მე ყოფილი ვარ, შედგა მუსიკა ნორმალურად შედგა. ის დეკორაცია გარემო რაც იყო, ჩემთვის არანაირი ნერვები ამშლელი, ამაში არაფერი არ არის. კლიპის გადაღება კულტურის სამინისტრომ დააფინანსა, თუმცა რა დაჯდა თავისუფლების დაუვიწყარი ენერგია არც დამკვეთმა და არც შემსრულებლებმა.